ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ნატოს საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კონტექსტში საქართველოს პროევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა. საქართველოს შესახებ კომენტარი ნატოს გენერალურმა მდივანმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ევროსკოპის საპასუხოდ გააკეთა. ამასთან მარკ რუტემ თქვა, რომ საქართველოსთან დიალოგი უნდა შენარჩუნდეს, რათა პრობლემების განხილვის შესაძლებლობა არსებობდეს. დღეს ნატოს ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც 2025 წელს მოიცავს. მაშინ საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ალიანსის წევრებმა განიხილეს ნატოს ჩართულობა საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების და მისი შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ამის შედეგად ნატოს საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების პრიორიტეტები გადაიხედა, მათ შორის ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტის ზოგიერთი ასპექტი. პირველ რიგში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ცხადია, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან, რაც შეეხება ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობას. მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, თუმცა რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ბოლოდროინდელი მოვლენებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს დაუბრუნდეს უფრო პროევროპული წინსვლაზე ორიენტირებული მიდგომის გზას და უზრუნველყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა. აშკარაა, რომ ამჟამად სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს. ჩვენ გვაქვს დიალოგი და დისკუსიები, თუმცა დავიკავეთ პოზიცია, რომ სჯობს შევინარჩუნოთ ურთიერთობა და გამოვიყენოთ ეს გზა პრობლემური საკითხების განსახილვად, ვიდრე უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს არ მოგწონს და ურთიერთობას საერთოდ შევწყვიტოთ.